ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებისთვისაც ივნისის თვე ყველაზე პოზიტიური იქნება. ამ ვიდეოში ასევე გავაკეთებ ივნისის თვის ასტროლოგიურ პროგნოზს. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გეორგი ხუბულავა, ასტროლოგი. ესე იგი, მზე გადავიდეთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა მერკური სტუმრობს ტყუპების, კირჩხიბისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნებს. იუპიტერი ივნისის შუაში გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და იგი კვადრატურას ქმნის სატურნთან. პლანეტა ნეპტუნი სექსტილს ქმნის მერკურისთან, ხოლო პლანეტა ურანი კი კვადრატურას მარსთან. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. ივნისის თვეში წინ წამოვა ინტელექტუალური თემები, დისკუსიები, ანალიზი, ასე შემდეგ. ივნისის პირველ ნახევარში გირჩევთ საკუთარი თავი აქტიურად გამოხატოთ. აი ივნისის მეორე ნახევარი კი სამსახურებრივი კუთხით დადებითია. ფეიქ ნიუსები და აგრესიული რიტორიკა ივნისის მახასიათებლებია. ივნისში გაიზრდება ძალადობების რიცხვი, ასე რომ ფრთხილად იყავით. ახლა კი გადავიდეთ ზოდიაქოებს. ზოდიაქოს პირველი ნიშანი, რომლისთვისაც ივნისის თვე პოზიტიური იქნება, არის კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის ივნისი მშვენიერი თვეა, ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური. ზოდიაქოს მეორე ნიშანი, რომელთვისაც ივნისის თვე პოზიტიური იქნება, არის ტყუპები. ივნისი ტყუპებისთვის ბოლო კუდის მოქნევაა ამ ეტაპზე. ამიტომ თუ რამე დარჩენილი გაქვთ, გირჩევთ ტყუპებმა ივნისში მოითავოთ. ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომლისთვისაც ივნისის თვე პოზიტიური იქნება, არის თევზები. თევზები ივნისში შვებას იგრძნობთ, ასე რომ მოეშვით და გაფართოვდით. იღბლიან ივნისს გისურვებთ. დროებით.